საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ყველა კლიენტს აქვს ესეთი დამოკიდებულება რა. რომ მე რა ხამს ვიხდი ყველა კლიენტს უნდა იყოს როგორც მე მინდა. ეგ მაგარი რთული არის მე ყველას თავისი აზრი და ბევრი ხალხი როგორც ეს ეგრე მუშაობს ხმარ. შეიძლება ნიჭი არ ქონდეს, მაგრამ ისეთი შრომის მოყვარე იყო და ისეთი შრომის უნარიანი იყო, რომ ბევრი ნიჭი არ საჭირო, როდესაც აი ეს ემოსული მიზეზია საიდან. მაგრამ ხელოვნება რო გადაიქცევა ბიზნესაც, ჩემი აზრით ეგაა თუგი. მოგესალმებით მეგობრებო, ხაზია პოდკასტი FM8 და ჩვენი დღევანდელი სტუმარია ხმის ინჟინერი მარგველა. აშები როგორ ხარ? კარგად. როგორც ხედავთ, უკვე ახალ სივრცეში ვართ, ეს არის სტატუს სტუდია, რომელიც მდებარეობს ცოტნე დადიანის 154-ში. და თუ ვინმეს მოგინდებათ სტატუს დახატვათ, მოდით, დაიხატეთ. მე პირადად არ მაქვს დახატული, მაგრამ ფოტოები რაც მაქვს ნანახი ძალიან მაგარი იყო და დამიჯერთ არინანებთ. აი იქაც კიდია რაღაცები, ნახატები. ხო და ნუ ახალი სივრცე, ახალი გარემო და აქედან გაგრძელდება პოდკასტები ხოლმე. ნუ აქედან გაგრძელდება პოდკასტები. რა შვები როგორ ხარ? წეგან გავცვალეთ 1-2 სიტყვა ვისაუბრეთ. კი ბატონო. ხმის ინჟინერი არო, ხმის რეჟისორი არო და. ნუ, რა თქმა უნდა, ეხლა ვარ, მაგრამ ჩემი თავარი ის არის, ჩემი პეშენი არ არის ესე რა ვთქვა. თუმცა ამ თავარი რა არის? თავარი მუსიკაა, მუსიკოსი ვარ. კომპოზიტორი და მომღერალიც ასევე მასთანავე, მაგრამ თავარი ხო მუსიკაა მაინც რა. თუმცა ეს არის რა ქვია. ხმის ინჟინერიაც მომწონს ხა თქო. მოდელს არ გავაკეთებდი, მაგრამ თლა ხაი ხმის ინჟინერი მარგოლა, ეგრე არ მისმენს რა, მაგრამ ეს სწორად. როდის დაინტერესდი ამ პროფესიით? მაგ პროფესიით დაინტერესდი. მაგარი სტრანია ამებს რო უყურები მენა ვერ ვაცილებ თვალს. ამებს ხო? ეხლა თქვენ ხალხო კადრში ვერ ხედავთ, მაგრამ რაღაცა კატასტროფები კი. ხო. და თემა ის არის, რომ მე დავინტერესდი მაგითი ძალიან ადრეულ ასაკში რეალურად რა. ადრეული ასაკი არის 12 წელი ალბათ რა. ეხლა დაინტერესებით ეს რომ მაინტერესებდა, მაგრამ პირველი აი კაკრას მუსიკიდან იყო მამანდ რა. რომ მეთქი აი როგორ რა მაგარია რო აღმოაჩინე რომ თურმე მუსიკას წერენ ესე რა ტექნიკურად და ტექნიკით ესე რა ვთქვა რა. აი მაგალითად შეგიძლია მუსიკა დაწერო ისე რომ არ ქონდეს რაღაცა ეკვიპმენტი რა. არ ქონდეს აპარატურა, მაგრამ შექმნა მუსიკა ისე რომ გამოიყენო მარტო ლეპტოპი. რა თქმა უნდა აქ მუსიკის აი ჩემი ბიძაშვილი აკეთებს მაგას წერს რაღაცებს რეპებს და სულ მეუბნება ჩამაწერინე. მეთქი ტელეფონი გააქვს, მე გასახმოვანებლები მაქვს, დამანები თავი. მოკითხვა აქედან. ხო და მე გამბავია რა. 12 წლის ვიყავი და დავიწყე როგორ იცი? მაშინ ძალიან ტრენდში იყო რომ წელი 2000 რაღაცა მოკლედ 2015 მე ვარ 7 რვის ალბათ მანდ. 7 რვის? რამდენი წლის ხარ? 18-ის. 18-ის? ოკეი. ხო და ეგამბავი იყო, მოკლედ ეგ პერიოდი იყო და ძალიან ტრენდში იყო, ეს pitch perfect-ი არის ეგეთი ფილმი რა. არის აკაპელა სიმღერები, იდეაში ის ქალთა გუნდია თუ რაღაცა და მიდის მან თემა რომ ღერიან მოკლედ და უნდა აკაპელებში აკეთებ ყველა სიმღერას და კაკრას მაგ ფილმის ჰაიპი იყო აწეული და ყველა მომღერალი და ყველა ვისაც ოდესმე გაუკეთებია, ყველა მაგას აკეთებდა. ნუცხოველები რა თქმა უნდა რა. ხო და ეგ რომ ნახე მეც მომინდა რომ ეგ გამეკეთებინა და მაშინ მქონდა რაღაც ლეპტოპი, არც მიკროფონი არაფერი და ვიწერდი Audacity ეგეთი პროგრამა არის რა. მაგაში ვამუშავებ ხა ხოლმე ხმებს. ხო. და ეგ ვიცოდი და ვიწერდი ამის მიკროფონით რა. ვებქემის მიკროფონით. ხო და ეგ რომ იმას რა ქვია და გავაკეთე რა და ვიდეოებსაც ვიღებდი რაღაც ქავერებს, მოკლედ ქავერებით დავიწყე რა. მე აღმოაჩინე რომ აი თან როგორი ნახე Audacity-დან ეგრევე გადავედი Pro Tools-ზე რა. ეგრევე Pro Tools-ი აღმოაჩინე და დავიწყე Pro Tools-ის სწავლა. ისე მაგ ქავერებს მივაწექი და მე გადავავდე Pro Tools-ი. მე ნელა აღმოაჩინე რომ არსებობს FL Studio. მაგით დავიწყე Ableton-ი რაღაცა აქეთური და დავიწყე მოკლედ მუსიკის წერა. მუსიკის წერა რომ დავიწყე ხა ავტომატურად შემომესწავლა ხმის ინჟინერია, იმიტომ რომ მუსიკას რო დაწერჭირდა მიქსინგი, დამუშავება ყველაფერს მოკლედ და ეგრე მოხდა რა. დავიწყე და მე რაღაც 3 წელი ძალიან მიპახავე მოკლედ, აი ძალიან მიპახავე დაახლოებით რამდენი ხანი 3 წელი. 3 წელი ძალიან მიპახავე და ძალიან ბევრი გამევაცინე რომ ესწავლო, აი
ფოტოთილებზე ვიყავი შემჯდარი რა. რომ ეს ძალიან მაინტერესებდა რა, ყველაფერი ხმის დიზაინიც, ის ყველაფერი და თან ხმარი ყველაფერი. ყველაფერი ხმარი. ეხა ამას რო ვიწერთ, ამასაც 1 საათი დამუშავებაზე მინდა ხოლმე. ხო და რა თქმა უნდა, ეხა თან გააჩნია სადიწერით იწერ, როგორ იწერ და რანაირად. ხო და კინოს ძალიან მაინტერესებდა. და ყველაფრის აღოს მომდები 3 წელი და მე დავიწყე მუშაობა. ხო, ეხლა აღარ ვიტყვი სად დავიწყე და როგორ დავიწყე, მაგრამ საქართველოში ერთ-ერთი მაგარი კომპანია იყო რა, დღემდე ეგრეა. არა მარტო საქართველოში, worldwide ძალიან მაგარია, თან კინოსთან აქვს. ბრავოზე ამობ ხო? არა. კინოსთან აქვს პირდაპირ. დუბლიერთან არა, იმენე კინოსთან და. ხო და ეგეთი პონტია მოკლედ რა, მაგით დავინტერესდა, მე მუშაობა დავიწყე და პრაქტიკაში მივიღე ყველაზე დიდი ცოდნა რა. რა თქმა უნდა, თეორიულადაც ბევრი რამე არის საჭირო. მაგრამ პრაქტიკა მომცა ყველაფერი და მე ვიმუშავე და ბოლოს აღმოჩნდი იქ სადაც აღმოჩნდი დუბლირებაში. მე თავიდან როგორ მეგონა იცი ხმის რეჟისურა როგორც ბევრს გახმოვანება გონია. რომ მარტივია რაღაცა დაждები და აჭერ და ვსწო და ბრავოში რო ვიყავი ჩაწერებზე ხვდები და მივხვდი რა მართალი იყავი მოვიხსნი ყურსასმას მოდი. კაროჩე ხვდები რომ ძალიან ტვინის ჭამა არის. აი ძალიან თან ეხა ხმის რეჟისურაზე ვსწავლობ მეც თეატრალურში რაღაცა და თეატრალურში გვაჯისთან ხო არ სწავლობ? თუ გვაჯი ბანდერ არის? არ ვიცი. ვინ არის? მერაბ ურუშაძე. ხო და მაგარი ტვინის ჭამა არის, იქ მივხვდი რომ მაგარი ტვინის ჭამა იყო. რას გასწავლია კონკრეტულად ხარ? ძირითადად მიკროფონების სპეციფიკებს რა განსხვავებაა და რაღაცეები და. მიკროფონი, კარდიო, ის. ვაფშე ეს HyperX არის და პოდკასტებისთვის რამდენად კაია. ან კონდენსატორ მიკროფონი. კონდენსატორი ნაკლებად არის კაი რეალურად მიკროფონი მის პოდკასტისთვის უფრო უკეთესია დინამიური რო იყიდო რა. იმდიაში შურემ ესენ 48-ის რო იყიდო. შეუულებრივად ჩაწერა რა, თანახული იქნება სცენაზე, ციტად ლაივში იყენებენ მაგრამ ნუ ლეგენდარული მიკროფონია რა. ასევე შურ SM 47-ის მაგას ამზეც იყენებენ, ყველაფერზე იყენებენ მაგრამ საუნივერსალურია, მაგრამ ყველაზე კაი voice-over-ებში რო აქვს იდეაში საპოდკასტეთ ეგ არის და მაგის კონკურენტი ხა ეს არის მეგარი SM7B რა. და არის კიდე მაგის ვერსია, ზოგადად მაგ მიკროფონს აქვს ძალიან დაბალი გეინი რა. და რო ფუნქციონირებს კარგად ისე როგორც გჭირდება პრემპ. იმიტომ რომ ძალიან დაბალი გეინი აქვს და გამოვიდა SM7DB. აქ ჩაშინებული პრემპი რა. ჩავუხდა +14 და +28 დეციბელი აქვს. და ეგ მაქვს მოსვლის ხა საახალწლოდ მიყიდეს მაჩუკეს და ძალიან საკაიფოა, ძალიან სუმინოდა ეგ მიკროფონი. ეგეც უნივერსალი არის რა. ისმერ კონდიციაში შეგიძლია გამოიყენო. ახოდუ რახან დინამიურია, ბევრ შუმს გარშემო არ იღებს რა, ერთი მიმართულებიდან იწერს და შეგიძლია რომ პოდკასტებზე გამოიყენო, მაგრამ მაგის ბიუჯეტური ვერსიაც არის რა. ნუ ხა ესენ 7DB ვერ არის თლად, მაგრამ არის მოკლედ რა. ნუ ეგ იქნება ალბათ სახლის გაყიდვა მომიწოს ხო? USB-ს არა, 300-400 ლარის რა, რაღაცა ეგ. ის 500 დოლარი ის ხა რა ზოგადად. ხო და 300 არ გატყურა 300, მომეშვიდეს ლარამდე ის რა. მაგრამ შეიძლება რომ უბრალოდ რაღაცა იაფიანი დინამიური მიკროფონი ნახო, ნუ ყოველთვის ჯობია, იმიტომ რომ როცა არ გაქვს აკუსტიკური ტრიტმენტი ოთახში, ყოველთვის ჯობია, გინდა მუსიკაში, გინდა პოდკასტში, მაგრამ პოდკასტში. აი ამ SM7DB-ის პირდაპირი ის რა ქვია, კონკურენტი არის არის 20 ესე ქვია რა. მე მგონი ეგ არის ელექტროისის არ მახსოვს ზუსტად რა. და უეჭოლინა ნახე კამერით გრძელი მიკროფონი როა რა. კი. რადიოებში. ხო. აი ეგ არის 20. ხო, მაგას იყენებ. ეგეც იგივე კატეგორია არის და მაგის პირდაპირ კონკურენტია იდეაში რა. მან მე ძველიც არის თან. მაგ მიკროფონზე გამახსენდა ეხლა რადგან ევროპი თეატრალურში დაფაზე გვიხაზავს ხოლმე როგორ გამოიყურება მიკროფონები და ეგ რო დახაზ. ითანის გრძელი არის. თან ქვევით ხო ისინი ახლა რაღაცა სხვა ფორმა მიიღო. თვითონაც ლექტორსაც ეცინებოდა და ჩვენს თან მან გვასწავლიან არა მარტო მიკროფონების სპეციფიკა და რაღაცა ეხლა გადავდივართ შნურების აწყობაზე. მაგას გვას ნუ ცოტა უცნაურად ჟღერს უნივერსიტეტში პაიანიკით შნურის
აწყობის სწავლა, მაგრამ ხო, მაგრამ საჭიროა რაღაც რო იყოს და დაგჭირდეს და არ ქონდეს სიტყვაზე ფული, იმის რა ქვია, რომ წახვიდე და რაღაცა X მაღაზიაში იყიდო 25 ლარად 3 მეტრიანი კაბელი, იყიდი მარტო იმას და დედალ-მამალს ექსერს და გააკეთებ კაბელს. ეგეც საჭიროა. ზოგადად ხმის ინჟინერიას რო შეეხები, ყველაფერი შემოგესწავლება. კომპიუტერსაც ისწავლი, იმიტომ რომ იქ სადღაც დრაივერი გაატრაკებს, რაღაცა გაატრაკებს და ძალიან ბევრი რაღაც ისწავლი რა. და ასწორებს, ძალიან ბევრი რაღაც თავად ეგ უნდა შეგეძლოს, ხა ძალიან ბევრი ვიცი მე რომ ეზარებათ და აი მე ვერ დავგუგლავ თუ რა დავგუგლავ შეჩემო. არა, ანუ ეს მაგარი ტვინის ჭამა საქმე არის იმენა. თან მეც რო ახმოვანებ ხოლმე და რაღაცა ვიწერ ხმებს, იქ გასუფთავება ცალკე, კაროჩე დიდი დრო მიაქცან. ხო, თან გააჩინე სხვადასხვა მიკროფონს რომ მუშაობ. სხვადასხვა მიკროფონს რომ მუშაობ, ეს არის. ცოტა ერთ-ერთი სპეციფიკა მისცე და სპეციფიკა და არტული ხსად ეს გეიმინგ მიკროფონი, სად ესეც რაღაცა ეკონტია. ეგ სანდრო მირჩია სხვათა შორის გახმოვანებას რო ვიწყებდი მიკროფონზე რო გადავდიოდი, ეგ იყიდეო მითხრა. ხო, სანდროც აქვს. ეს იმას გავს სამ ბერინჯერის სიგერტს მე მაქვს და ვიზუალურად ზუსტად ეგ არის რა. დამოს კურსას მე შეგიებ და USB-ად დავაშლე. მაგასაც აქვს კურსს მეც. იმას არა ხო. ნის ექსელარი კურსში არჩე სამწუხაროდ. ხო და ეგ პონტია რა, ხმის ინჟინერია ძალიან საინტერესოა. მაგრამ ძალიან ბევრი და ძალიან რთული არის. ნუ სირთულეს იმიტომ უსვამხას რომ ბევრს ხო გონია რომ მარტივია როგორც მე მეგონა და მე რო ვნახე რომ რთული იყო. ხო, რთული არის, ყველაფერი რთულია სანამ არ იცი. ეგრე უყურებ ხოლმე ყოველთვის რა, რო ისწავლი და აზზე მოხვალ ზოგადად აი სპეციფიკას მიხვდები რა. უკვე ძალიან მარტივად უყურებ ყველაფერს. და კარგიც არის იგი და შემოკიდებულება როგორც იქნება იმის მიხედვით და იქიდან გამომდინარე შეისწავლე ნებისმიერ პროფესიას. მე ეგრე მჯერა ყოველ შემთხვევაში თუ მუშაობ ჩემთვის და ის არის რა ქვია რთული არის კი მაგრამ თან გააჩნია ხმის ინჟინერია ძალიან დიდი სფერო არის. არიან ხმის ინჟინერები რომლებიც ახმოვანებენ სცენაზე. ხა მე მაგას არ ვაკეთებ და არც ვიცი და არც დავუბრალებ ვიცი რა. მაგას ვაფშე რო და არც არ გამიგეთებ. მე ვიცი რომ განსხვავება არის ხმის ინჟინერსა, ხმის რეჟისორს და ხმის ოპერატორს შორის. რა განსხვავებები არის? ხმის ოპერატორია რა, ანუ არის ბუმ ოპერატორი რავი. ბუმ ოპერატორი ესე რო დგას, ის ოპერატორია უბრალოდ ხელში უკავია, sound guy-ის ხა ძალიან თურცელი ის აქვს მნიშვნელობა რა, სცენაზე სხვა არის sound guy, სეტზე სხვა არის sound guy. შეიძლება იქნეს ერთი ხმის ინჟინერი, რომელიც აკონტროლებს სეტზე ხმა როგორია. და ის პულტთან სიტყვაზე ხმის ოპერატორი აკონტროლებს ამას. და იწერს ხმას. თუ ბუმს რო ეძახიან ბუმბარი თუ რაღაც. ბუმი არის გრძელი მიკროფონი იდეაში просто იმას უკეთებ ხოლმე რა გუგას. გრძელი რა გააჩნია რა ხელა იმასაც კიდე გავუკეთებ რა. შოტგანს ეძახიან მაგ მიკროფონს რა. შოტგანს რო ეძახიან არ ვიცი. შაურმა ვიგურ მაგთინას, მაგრამ შოტგანს ეძახიან ალბათ იმიტომ რომ გავს. ლუბლის პონჩი რა. ისეთი რო წვი. ხო და ძალიან ცელი ის არის რა, რეკორდინგ ინჟინერი არსებობს, მიქსინგ ინჟინერი არსებობს, მასტერინგ ინჟინერი არსებობს, რა ვიკიდე არის, საუნდ დიზაინერი. აი საუნდ დიზაინერი რას აკეთებს? საუნდ დიზაინერი რას აკეთებს? პირდაპირ კავშირშია იდეაში საუნდ დიზაინი ფილმთან. ნუ პირდაპირ ახლა საუნდ დიზაინი მუსიკაშიც არის, მაგრამ ხმის დიზაინი არის პირდაპირ მნიშვნელობით ხმის გამოძერწვა ესე რომ ვთქვათ რა. რაც მოიაზრებს კინოში როგორ ხდება? კინოში ფოლის გარდა რა, ანუ ფეხის ნაბიჯებს და ორგანული ხმის გარდა, რასაც შეიძლება ადამიანი უშვებდეს, ან აკეთებდეს, დადიოდეს, რაღაცა ეს იქით გადადოს. ამის გარდა ყველაფერი არის ხმის დიზაინი. ეს იქნება თვითმფრინავის ჩამოფრენ რაღაცა სიტყვაზე იარაღის გასროლა ან რაღაცა ყველაფერი არის პოსტში გაკეთებული რა. ანუ ამასთანავე მარტო ეგ არა, პოსტში კეთდება დიალოგის გარდა რაც ისმის ყველაფერი. ყველაფერი კეთდება პოსტში. რა თქმა უნდა, ხა ბუმით რო დგას ის ადამიანი, ანუ არ იწერს რაღაცა გარემოს რა, იწერს დიალოგს, იწერება დიალოგით, პეტრიჩკით და მე დაჟე სეტზე თუ რაღაც გაიმაზება, მაგას ქვია უკვე additional dialogue რა, იწერება მე ეგ სტუდიაში. ანუ გადახმოვანება ხდება რა, პირდაპირ ოღონდ არა დუბლირება, არამედ გადახმოვანებას თავისივე ნათამაშების რა, მსახიობი აყენებს თავისივე ნათამაშებს ხა.
დიდ კინოში ეგ რამდენად ხშირად ხდება იქ ეს საკითხავია, მაგრამ საქართველოში Hugh Jackman-ი აკეთებდა მაგას როგორც ვიცი, რაღაც მომენტები რაც იყო Wolverine-ზე რო ყვიროდა და რაღაცა მე სტუდიაში მე არის გადასხმოვნებული. კი ბატონო, ანუ გააჩნია სცენარი ალბათ. რა შეიძლება დარბოდეს ადამიანი და სიბრში პეტრიჩკა გაასხას და ვერ ჩაწერს რა. ეს მომისად ხო ეგ არის, ანუ იდეაში ფილმი შედგება სამი კომპონენტისგან. სანამ ფილმს გადაიღებ, არის პრე-პროდაქშენი, ან ყველაფრის დაგეგმა, პროდაქშენი არის უშუალოდ ფილმის გადაღების პროცესი თავისი ყველაფრით, რასაც ეგ მოიცავს ფილმის გადაღება. გადაღებაც უშუალოდ მანამდე კიდე ნუ პრე-პროდაქშენი როგორც თქვი და არის კიდე პოსტი. ეგენი ხა ეს წერან ვისაუბრეთ, არის მთლიანი პოსტ-პროდაქშენი რა. და ეგ პოსტ-პროდაქშენს კიდე სამი კომპონენტი აქვს, ეს edition dialogue, sound design და foley. Foley არის აი ეგ ორგანული ხმები, რაც თქვი რა. შეიძლება იარაღის გასროლდა იყოს ხმის დიზაინი, მაგრამ გადატენვა იყოს foley. გააჩნია რა. ერთ და იგივე მეგონა ეგ მიეხა სანამ მაგას მეტყოდი. foley არის, რავი, ფეხის ნაბიჯები, თოვლზე ცუდად ის ტიპი ეგრე ხდება, უნდა ძალიან დიდი დარბაზები არის იდეაში რა. ნუ ახლა თუ ვინც დაბალი ბიუჯეტით იწყებს სიტყვაზე ეგეც შეიძლება, მაგრამ ძირითადად აი ძალიან ბევრი პროპი გიყრია foley სტუდიაში. და მაგის მიხედვით შეიძლება ადამიანის რაღაცა სისხლი რო გადმოდის ან რაღაცას რო უტყავენ, შეიძლება გააკეთოს აზამთროზე და იმას უთხრა რა ეხა. მე არ ვარ. ხო, ეგენი ნანახი მოგვიდოვები. ეგრე ხდება რა, ანუ შეიძლება რაღაცა ისეთი ხმა მიიღო რაღაცა სხვა ნივთით, რასაც ვერ წარმოიდგენდი ვერას. სხვა ეს შეიძლება ამით იყოს მიღებული, მაგრამ აი ფეხის ნაბიჯებს რაც შეეხება, ფეხის ნაბიჯები როგორც წესი მართლა ფეხის ნაბიჯები იწერება რა. foley artist-ი მუშაობს მაგაზე. სტუდიაში არის foley artist-ი და გარეთ არის ინჟინერი რა, foley recorder-ი. არსებობს foley editor-ი, sound editor-ი, sound designer-ი, ანუ ხო რა. რომ მაგარ უცელი ის ყოფილა, მე ჯერ ამდენი ვიცი. ამდენი ვიცი, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ძირითადად ამას წმინდა ხოლმე რა ჩაწერილს. ხო, მაგრამ გააჩნია შეიძლება სჭირდება, ეხლა მე foley საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ არ ვაკეთებ მაგას. არც ნუ ხმის დიზაინს ვაკეთებ, მაგრამ ძალიან ისე რა, უფრო მუსიკას, კინოსთვისაც და რეკლამისთვისაც რო გამიგეთებია, ვაკეთებ უფრო მუსიკას ვიდრე ხმის დიზაინს. ორივე ძალიან დიდი სიამოვნება არის ჩემთვის, ხმის დიზაინი ძალიან ასწორებს. მაგრამ მუსიკა მე შემიძლია რა. მოგიტი უფრო და ხმის დიზაინსაც შეგიძლია ძალიან ბევრი რამე მოყვერა, ამ სიტყვაზე. ყოველთვის ხდება რეჟისორის სუპერვაიზინგი და რეჟისორამდე იმდენი სუპერვაიზერი ყავს მაგ ყველაფერს, რომ გარჩერა, მაგალითად მაგალითად არის რაღაცა ფილმი და მივიდა რაღაც სტუდიაში შეკვეთა რა. სანამ ყველაფერი რეჟისორამდე მივა, 9 სუპერვაიზერი ყავს რა, ჯერ არის sound designer, რომელიც ამას აკეთებს. ძალიან მარტივად რო ჩამოთვალო რა, არის sound designer, რომელიც ამას აკეთებს. მერე არის ამ sound designer-ის სუპერვაიზერი, რომელიც ამას კურირებს ესე რომ ვთქვათ და ყურადღებას აქცევს. მერე არის ამ სუპერვაიზერის სუპერვაიზერი და ასე შემდეგ რა, ეს იერარქიულად ესე ლაგდება რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხელში გადის, სანამ რეჟისორამდე მივა და სანამ რაღაცა სული პროდუქტი გამოვა რა, იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული ეს პროდაქშენის პროცესში, ძალიან ბიზნესია რა. ხო და ეგრე არის კინოს შემთხვევაში. მუსიკის შემთხვევაში როგორია? იგივე პონტი არის. ზუსტად იგივე? იგივე პონტია, ანუ თუ ანუ რეკლამებზე რეკლამის მუსიკა იმენა უკეთდება? რეკლამისთვის თუ სადღაც? უყურე ორი ვარიანტია რა. არის დაბალ, ეხლა მე როცა ჩემთან მოდის შეკვეთა, ან გააჩნია რა თუ კომპანიას უკეთავს სხვანაირად ლაგდება ყველაფერი და იმას პროექტ მენეჯერიც ყავს და ყველაფერი რა, ანუ მაგრამ როცა მარტო ტიპი ხარ, ეხლა ჩემთან მოსულა ბევრი რეკლამა და გამიკეთებია რომ უკვე მარტო რო ვიყავენ, მარტო რო ვაკეთებდი და თავიდან კომპანია შეერეს კომპანიით ვაკეთებდი რა. და იმ კომპანიის დასაქმებული პირი ვიყავი და ის უკვე მაძლევდნენ პროექტებს რა. როცა გაძლევდნენ რეკლამას, გააჩნია ბიუჯეტს რა. ახლა რაღაც X ბანკის რეკლამა რო ავიღოთ, გააჩნია მის ბიუჯეტს. რა შეიძლება იყოს წუთიანი რაღაცა მარტო ანიმირებული რეკლამა რა. ამ რეკლამისთვის არ ითხოვენ რაღაცა ბევრს ისედაც და არც აქვს ბევრი ბიუჯეტი რა. იქიდან გამომდინარე რომ სიტყვაზე ანიმაციაც ეფი დაუჭეს და ყველაფერი ეფი დაჭდა. ესე იგი ეგრე იყო გასული რაღაც X ბიუჯეტი ქონათ მაგალითად ეს 500 ლარი, 100 ლარი შენ დიზაინერო. motion designers ვიძახი, შენ 100 ლარი მუსიკაში. და მე რომ აძლევ 100 ლარს მუსიკაში, მე გეუბნები რომ 100 ლარი და მუსიკა ამისთვის ამ რეკლამისთვის მუსიკას 100 ლარად არ დავწერე. ამისთვის რა ხდება? არის ძალიან ბევრი სტოკ საიტები. რაც იყდება მუსიკა. და მე ხდება მუსიკის ედიტინგი რა. აი ბანკი ყიდულობს, ან რაღაც დამკვეთი მოკლედ რა. ახლა ბანკის მაგალითად მოვიყვანე პროცესზე. ყიდულობს დამკვეთი ამ მუსიკას.
ოღონდ ჯერ როგორ ხდება იცი? აი მოვიდა ვიდეო და შევხედე მე როგორ წარმოვიდგინე რა მუსიკა შეიძლება მოვხდე. რა თქმა უნდა ეხა ისინი დირექტივებსაც გაძლევენ. ხო ხდები რა. მოდის რაღაცა რა ქვია მაგ ფაილს მოკლედ რა მე თუ ნამოჯე. დამოვიწყე მოკლედ რა ქვია მაგას. მაგრამ დირექტივს გაძლევენ ეს ფაილის სახით რა. ამებს კითხულობ და ნუ ხდები დაახლოებით იმათ რა თუნდაც და რა უნდაც და შენ ხედვასაც ურევ თან ამასში რა. თუ არ მოიწორა დამკვეთს შენი ხედვა? მაგ შემთხვევაში მაგ შემთხვევაში კიდევ შენ ხედვას, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ეგრე მესმის და პროფესიონალიზმი ყველაზე მთავარი რა არის. საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ყველა კლიენტს აქვს ესეთი დამოკიდებულება რა. რომ მე რა ხანს ვიხდი, ყველაფერი ისე უნდა იყოს როგორც მე მინდა, მაგრამ შენ უნდა შეძლო ისეთი რაღაცა, რომ ისე გააკეთო, რომ შენს არ იყოს უკმაყოფილო შენი მუშაობა, შენი სამუშაოთი შესრულებული სამუშაო. ანუ პროსტა საქმისთვის არ იყოს. ხო რა, ანუ შენს კმაყოფილი იყო, რომ შენი პორტფოლიოსთვის მე ვიღაცა მართლაც რა ამიტომ გააკეთე რაღაცა რა. იყო ეგეთი რეკლამა. გამიკეთები ეგეთი რეკლამები, რომ არასდროს არ ვიტყვი, რომელი რეკლამაა და გავაკეთე რა. მოხდები და იყო ეგეთი პონტებიც. ხო და ანუ თუ არ მოიწონება უბრალოდ ხა როგორ რაღაცა იცი, ანუ ეგრევე კი არის წევა მუსიკის editing-ს რა. მე ვაკეთებ ხოლმე ფაილს, გინდა Word დოკუმენტი იყოს, გინდა ნოუთები იყოს, ნებისმიერ რაღაცა რა. სადაც ვყრი ლისტს ვაკეთებ რა. სიას ვაკეთებ და ვყრი მაგალითად მუსიკას. იმ დირექტივებიდან გამომდინარე რა, რაც მომაწოდა კლიენტმა სიტყვაზე. მე ამ ნოუთებს რაც იქნება უგზავნი ლინკებად, მოусმენენ სარეკლამო შეგვიძლია. მუსიკას ისე და ყველას თავისი აზრი აქვს რა. ეგ მაგარი რთული არის, მე ყველას თავისი აზრი და ბევრი ხალხი რეკლამები როგორც წესი ეგრე მუშაობს, ხა მარტო ერთ ადამიანზე არ არის დამოკიდებული რა. შეიძლება კლიენტი იყოს ერთი კომპანია, მაგრამ მუშაობდეს მთელი პროდაქშენი რა. შესაბამისად ზემდგომი ტიპები შეიძლება იყვნენ 4 ან 5 გააჩნია. ხო, ესენი არჩევენ მე მუსიკას შეჯერდებიან, გამოგიგზავნიან, აი ეს მოგწონს, ვიყიდეთ. გამომიგზავნიან და მე რა ვაკეთებ მუსიკის editing-ს. შეიძლება ის მუსიკა იყოს 9 წუთიანი და მე რეკლამა მქონდეს 5-ნახევრიანი გასაკეთებელი რა. შესაბამისად ამას ჭრი და ისე ვაკეთებ, რომ დრამატურგიულად განვითარდეს ისე, როგორც ვიდეო ვითარდება რა. რომ ის ისტორია უფრო კარგად მოყვეს, გინდა რეკლამამ, გინდა რას იქნება რა, რომ გაყვეს დრამატურგიულად სწორად. ამას უკვე მუსიკის editing-ი ქვია რა. ეს ხდება დაბალბიუჯეტური რეკლამების შემთხვევაში. მაგრამ როცა უკვე მაღალბიუჯეტურია და რაღაც სერიოზული რეკლამა, რომელსაც სათქმელის ისეთი აქვს რა. ნუ რეკლამა მაინც რეკლამაა ყოველთვის, მაგრამ კეთდება ძალიან ბევრი კაი რეკლამა, ისეთი რომელმაც იმუშავა. არის რეკლამა, რომელიც პირდაპირ ტრეკად არის გაკეთებული, რომ აი ტრეკი და კლიპი რა და რაღაცა product placement-ია გაკეთებული შიგნით რა. ეგეც ყოფილა მე გააჩნია რა სიტყვან, ასევე ყოფილა რაღაცა სკორი ქვია, იმას რა ქვია, რაღაცა ორკესტრი გამომივათ რაღაცა სიტყვაზე. ხო და ეგ არის რა, ანუ ვიზუალს მიყვები მოკლედ და ვიზუალის მიხედვით აკეთებ მუსიკაში აქცენტებს და ყველაფერს რა. აი თქვათ კადრი ესე ზუმავს რა. იქაც შეიძლება რაღაც მუსიკალურად რაღაც ისეთი ინსტრუმენტი გამოიყენო, რასაც ეს აპრაიზინგი შეგვიძლია რა. ესე მარტივად როხს და უხეშად. ხო და ეგეთი პონტია მოკლედ რა. დირექტივებით, გათვალისწინებით, მე რევიზიებით გავუგზავნე ეს არ მომწონს ეს გააკეთე და ეგ არის სამუშაო პროცესი მოკლედ რეკლამის შემთხვევაში და ფილმში უკვე რეჟისორი ერთვება რა. თუ რეკლამას თუ ისეთია რომ რეჟისორი ყავს და რაღაცა უკვე გადაღებული არის რაღაც რა თქმა უნდა ერთვება რეჟისორი ხა იმ რეკლამას და ძალიან დიდი კონტაქტი გაქვს მოკლედ რეჟისორთან მაგ პროცესში რა, როცა ფილმს ეხება საქმე. აი ეს კომუნიკაციაში ხარ, ბევრ ამას გაძლევს რეჟისორი, შენ ხედვასაც შეიძლება კი იზიარებს და ასე შემდეგ რა. ეგეთი ამბავია ფილმის შემთხვევაში მუსიკასთან. ვა. ბროდის მიხდი რომ საქმე რასაც აკეთებდი. ანუ რაღაც გატაცება იყო. უკვე შეგიყვარდა საქმე რასაც აკეთებდი. აჰა. ყოველთვის ვიცოდი ეგ. სულ გრძნობდი რა, იმიტომ რომ მე უბრალოდ რაც მიყვარდა, რის იკეთებაც მიყვარდა და რის იკეთებაც გამომდიოდა საქმედ ვაქციებულს. ის კი არის რა ეს საქმე მომწონს თუ არ მომწონს თუ შევეშვა. არა, იმენა 3 წელს ვიყავი რომ დავიწყე სიმღერა, ფანდურზე დაკვრა და ფორტეპიანოზე დაკვრა რა, ანუ ფოლკლორთან მქონდა ძალიან დიდი შეხება. მუსიკალურის დავამთავრე. მე კონსერვატორიაში ვაპირებდი ჩავარებას, მაგრამ მივხვდი რომ ამჭირდებოდა, ну, ჩემი პროფესიის ყოველ შემთხვევაში, ცოდნა არასდროს არ არის ედმეტი რა თქმა უნდა. უბრალოდ მე არ მივხვდებოდა რა, ასე რომ დავიკიდე. იქიდან გამომდინარე რომ მქონდა ნიჭი მაგის, მადლობა როგორც რომ მქონდა, მივყევი უბრალოდ და განვავითარე რა. იმიტომ რომ
მარტო ნიჭი არ გიშვერის ადამიანს. შეიძლება ნიჭი არ გქონდეს, მაგრამ ისეთი შრომის მოყვარე იყო და ისეთი შრომის უნარიანი იყო, რომ ბევრი ნიჭი არ საჭიროა. და საქართველოში როგორც წესი ეგრე ხდება ხოლმე. ანუ ტიპს ნიჭი რო აქვს და ვიღაცა რა თქოს რომ შენ მაგარი ხარ, აი მან დენძრებათ მე და მე თუ ეთქვი რომ ბიჭო იცი რა არის, აი კი ძალიან მაგარი ხარ, მაგრამ ეს უკეთესად შეგეძლო რომ გაიკეთებინა და მან უკვე აი ბიზნესია რა, აი როგორ მითხარი, იმიტომ რომ მე ყველა თესლი ვარ. ეგ ეკოს პრობლემაა და ყოველს უნდა ინოდეს რომ განვითარდა მოკლედ რა და პირველ რიგში კრიტიკას უნდა ეძებდე ყველგან. ჯერ თვითკრიტიკული უნდა იყოს ძალიან, მაგრამ ფიდბექს როცა მიიღებ, მე მაგალითად არ მჭირდება არასდროს ისეთი ფიდბექი ვიღაცა რომ ეტყვის რომ აი რაღაცა ვეში დავწერე სიტყვაზე და ვიღაც მოასმენ და კაი შეჩემ. ან ნაცვალები ნაშრომები. ხო, რაღაც დონეზე ვიცი მეც რომ უკვე რაღაც გამოცდილება მაქვს და შეულებრივად ჩემი პროფესია და ამას ვაკეთებ უკვე ძალიან დიდი ხანია, მეც ხვდები რომ კაია. მაგრამ მითხარი ისეთი აზრი რა, ანუ ძალიან ბევრი კოლეგისთვის მიშენებია, რომ აი მიჩიე რამე ან რაღაცა შენი აზრი გამიზიარე ხო ხვდები, მაგრამ ორი ვარიანტია მანდ რა. ან გეუბნება კაია და ან ტიპია რომელსაც ყველაზე კიდია და გეუბნება რომ კაია და მეორე ტიპი არის როგორ იცი, რომელსაც ეგო ებხანება. უნდა რომ შეიძლება მართლა კაი იყოს, ანუ რა, ანუ შეიძლება ვიღაც ტიპს აჩვენო და აი ეს სახეს რომ მიიღოს, ესე იგი მართლა გაუსწორდა რა. ამიტომ ეგ არ ნიშნავს სულს. არის აუცილებელი რომ ვიღაცამ გაჯვას ახლა. ხო შეიძლება მართლა კაი იყოს გააკეთე რა. ხო და ეგეთ პონტია და მეორე კატეგორია არის როგორ იცი, ეგო რო ებხანება ძალიან, მაგრამ ვერ ხვდება არ ყოფნის ცნობიერება და ცოდნა იმისთვის, რომ შენ ისეთი რჩევა მოხდეს ან ისე კრიტიკოს, რომ ლეგიტიმური იყოს მისი კრიტიკა რა, იმიტომ რომ ვერ ხვდება რა არ მოსწონს. ხდები, ანუ არ შეუძლია გადმოგცეს რა არ მოსწონს, იმიტომ რომ არ იცის. არის ეგეთი ტიპები რა, ანუ მაგალითად ჩაუგდე ვეში და ბიჭო მაგარია, მაგრამ აი დრამს რო აუწიო რა. აი ეს ემოსული მიზეზია საიდან. რაღაცა უნდა გითხრას რომ მე შეძეთეს. ანუ მიქსინგზე გადმოს მე რაღაც, მაგრამ ეგეც ოკეია, მაგრამ მე რო გითხრა აი მიქსინგი გამიჭერდა ძალიან და აი გამეღალა ყური და მითხარი, ოკეი კიდე, მაგრამ მე რო შენ მუსიკას გაჩვენებ, ეს ხო არ არის რაღაცა მექანიკური საქმე, ან ხელოვნება არის რა. დღეს კი ძალიან შეიცვალა ეგ პონტი და ყველა ბიზნესსაც გადაიქცა სამწუხაროდ. ბიზნესი არ არის ცუდი. იდეაში მუსიკით ფული შენ არ არის ცუდი, თავად. ხო, მაგრამ ხელოვნება რო გადაიქცევა ბიზნესაც, ჩემი აზრით ეგაა ცუდი. ეგ რა თქმა უნდა თავისთავად ცუდია, მაგრამ ახლა კინო ბიზნესი არ არის? კი, კინოს ბიზნესია. კინო რო ბიზნესი არ იყოს, მაგდენი რეჟისორი ეგეთ მაგარ ფილმს გადაიღებდა. თვითონ რეჟისორი არ უნდა გაფუჭდეს და პროდაქშენი არ უნდა გაფუჭდეს, ხვდები, ფულით, თორე ფული აუცილებლად ჭირდება ხელოვნებას, რომ ისაზრდოდეს ესე რომ ვთქვათ რა. ну ახლა ვიღაცამ შეიძლება თქვას რომ ეგრე ფიროსმანმა და იმან აღარ თქვან რომ აი ესე არც სახლი ქონდათ არც კარი ქონდათ ვან გოგმა რა თქვას უდაწერენ რაღაცა მოაჭრეს და რაღაცა ხო ვან გოგს არ მოაჭრეს ხო ვან გოგი იყო ხო და რა თქმა უნდა ახლა გაჭიროება მომცა იმის мотивация რომ ეგ მეკეთებინა და ჩემი პროფესია თუ საქმე რაც გაუნდიოდა უკვე მართლა პროფესიად შემექცია რა და საქართველოში იქ ძალიან რთულია მაგრამ ამ შესაძლებელია რა მიყვარს მე რომ იზა აუ აქ რა უნდა გააკეთო შეჩემა შენ საქმის კეთება გეზარება მოინდომე და გაკეთებით ყველგან გააკეთებ რა ანუ ბაზარი თუ არ შექმენი ბაზარი არც იქნება არასდროს ესე რომ თქვა აბა აქ არაფერი არ ხდება და თუ არ გააკეთე არც მოხდება რაღაცა უნდა შეცვალო რა. გახმოვანებაზეც ეგრე იყო, მე შემოვიდა აჭარანეთი და გაიზარდა ბაზარი. ხო, ანუ გაიზარდა ის აი აჭარანეთზე რავი, ანუ ხო, ბევრი უყურებდა ძალიან, ვოისოვერებს ყოველს უყურებენ რა. მაინც არის ის კატეგორია და მეც ეგრე ვარ ხა რა. ვოისოვერებს ცოტა მეზარება ხოლმე უყურება, მაგრამ მირჩევნია, ყველას ურჩევნია ალბათ რა, რომ უყურო ქართულ გახმოვანებელს რა. იმიტომ რომ ასწავლე შემშობლიურ ენაზე რა უყურებ. თუმცა სულ საზიზღრობა იყოს, იმენა მაინც ჯობია. აი ხო გააჩნია ხა, მაგრამ ფილმსაც გააჩნია. აი რაღაც ფილმები რაც მირჩევნია. აი ვოისოვერის ყურება რატო არის პრობლემა მაგას კეთო ჩემთვის. ფილმს რა უყურებ, მინდა ფილმს უყურო მთლიანად აი თავის ხმით, მუსიკით და ყველაფრით. ვოისოვერი კიდე როგორია დაკინგი კეთდება რეალურად რა ჩაწერე ხმას ტკაპი ჩაიწია სახიობის კი არა ყველაფრის ხმა ჩაიწია იმიტომ რომ ის რო პირადულად არის მოპარული შესაბამისად არაფერზე წვდომა არ გაქვს ანუ არაფერზე წვდომა არ გაქვს გაქვს ეს ფილმის კალბასი რომელსაც დააწერზე უნდა ხმას და აქ თქვა აი კლიო და აქ ხმა ჩაიწია რა შესაბამისად მთელი ფილმის ხმა ჩაიწია ხოლო როცა რაღაც ისეთ ფილმს უყურებ რაც ძალიან გაინტერესებს ახლა მაგათ ინტერსტელარი როგორ სიტყვაზე მაგის ან დუბლიერს უნდა უყურო ან ვაფშე არ უნდა უყურო ქართულად რა მაგრამ ანუ
თუ ოფიციალური voice-over-ია სიტყვა და არის ამაზე წვდომა, ხო ხდებიან რაღაც ფაილი. შეიძლება არც იყოს ოფიციალური, მაგრამ სადღაცა მოპარული EIDOS რა, ამის ფაილები. და კარგი voice-over-ი იქნება, ვაფშე არის. აი კრავთა დუმილზე იყო ეგრე. ნახე ძველი გახმოვანებით და არ მომეწონა, მაგრამ მე ვნახე ვეძები და გიორგი კაჭახიძის გახმოვანებით ნახე. და გაასწორა თვითონ ენტონი ჰოპკინს ახმოვანებდა და იმენა მოუხდა და აკვდა კი ბატონო კაჭახიძთან მაგარია ხო მესს გააჩნია ვინ ახმოვანებს და როგორი voice-over-ია რა თუ კარგი voice-over-ია ყველა ვარიანტში უყურება რა აი რავი ძალიან ჩვეულებრივად უყურებ ძალიან დიდი სიამოვნებით ერთ-ერთი პრობლემა რაც არის გააჩნიათ ან თუ ლეპტოპში უყურებს თუ ორიგინალში და აი დედის ტრაქში უყურო მაინც ვერ გაიგებ ხმას ასე გაიგო რა თუ ეგრე გინდა კინოს უყურება წადი კინოში გინდა ინგლისურად უყურე გინდა ქართულად და გინდა საერთოდ არ უყურო რა ძირითადად ყურსასმენებში საყურებელია იმენა ყველა ფილმი ეგრე მიმაჩნია მე რომ შეიგრძნო მთელი აურა და რაღაც ფილმის ყურება ასწორებს 7-1-ში 12-1-ში 5-1-ში ანუ ეგ არის რომ სურაუნდები აღიქვა და პერსონაჟმა ესე კაია რა სიტყვა და ეს ხმა გესმის ასე რა ხო ხდები კინო მაგითო ასწორებს კინოში წასვლა რა იქ პონტია რომ კინოში რომ მიდიხარ მაგ მუღამით მიდიხარ ანუ არა მარტო იმით რომ ეკრანზე უყურებ ხთ ეკრანი ყველგან შეიძლება გლობალურ პროექტებს იგი 200 ლარიანს და იმაზე უყურებ რა აქ გაუშვებ ხო ანუ ხმა არის უნიშნელოვანესი მანდ რა კინო ხმის და მუსიკის გარეშე ხმაში მოიაზრება საუნდ დიზაინი და ეგ ყველაფერი რა ესა და ცალკე მუსიკა მაგის გარეშე კინო არ იქნებოდა რა თლიან აურას ქმნის ხმა ხო ძალიან მაგარია ხო და მაგას ვიძახი რა რომ კაი voice-over-ის კაი საყურებელი აი დუბლირებას რაც შეეხება ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი პროცესია რა ну რა თქმა უნდა ეხა იქ ძალიან ბევრ ამას ვაკეთებ მაგრამ იმდენად იმაში მაგ გადასული ხო ხდები ყველას ეხა იქ ვინც მუშაობს ყველა ძალიან მაგრები არიან ართული რა პეტრო ვინმეზე უკეთესი ვარან რაღაცა რა პროსტა თან ყველა ჩვენი სტილი გვაქვს იდეაში ყველა ხმის ინჟინერს თავისი ის აქვს რა როგორ მუშაობს და ყველაზე დიდი ეთიკის არ ქონდა და მიმაჩნია ეს რაღაცა რომ გინდა ხმის ინჟინერიაში გინდა ნებისმიერ ამაში რა მაგრამ ხმის ინჟინერიაში ახლა მე ვარ ის გამოსილებას გეტყვი სხვა ხმის ინჟინერი რო გეუბნება რომ ბიჭო ამას ფეიდინი ესე არ გაუკეთო აი მე ასე ვაკეთებ კლეზინკიდიაში რო ვაკეთებ მე ესე ვაკეთებ რა თუ პრობლემა შემექნება პროდუქტთან მიმართებაში მე ოკეი კითხავს და მითხარი რა მაგრამ რაღაც ისეთ რომ მეუბნები რომ ანუ ვის როგორც უნდა ისე აკეთებს და ყველანაირად მუშაობს მე ცოტა ჭუჭუს დატოლება არის და ამიტომ ეგ ყველაზე არაეთიკურობაა რა მოდი რა გავაკეთე შენ ისე როგორც ხო და მეხმარი ან რომ მიხვდები რომ რაღაც მართლა არასწორად ვაკეთებ ეგ მითხარ ეგ კიდე სხვა თემაა რა და ნუ აი ეგოს თემა არის ისე რა რასაც ეხან ვიძახთი რა მაგრამ დუბლიერი კაია ძალიან რთული საქმე არის თან რაღაც პროექტები გამიკეთებია მე დუბლირება და ხო შენ და ხო მე საბამ და კიდე ანიმე გავახმოვანე აკაცუკის შექმნა რო გააკეთე სანდრომ ხოიც ეგ გავაკეთე მეც და კატასტროფა იყო იმიტომ რომ დამეცული არ იყო მათ დაწეული იყო მთლიანად ხმა და ნუ არც ვიცოდი არაფერი დიდად და ეხლა შემდეგი რაც გავაკეთე ორი უჩიჰა ეგ ვფიქრობ რომ ნუ რადგან ასე ვთქვათ გამოცდილება მქონდა მაინც ის იყო რა უკეთესი იყო მე ანიმე არასდროს არ მინახავს არ გინახავს უყურე აუცილებლად აი ნარუტო ისეთია რომ აუცილებლად უნდა უყურო რაღაც არ მიზიდავს რა სტილი თუ ის არ მოგწონს სტილისტიკა ამწონს მაგრამ მიზარება ყურება ნუ აი ვერ ვინტერესებს ზოგადად ანიმაციები ძალიან მიყვარს Death Note-ს უყურე უეჭველი ისეთი არის რომ შეგითხრა აი ასევე Attack on Titan რაღაც ეგეც მე მაგრამ ჯერ რა მიზარება რა ჯერ ამ ნარუტოს რამდენი სერია აქვს რა მე ცალკე შიპუდენი ცალკე ფილმი ხო და იცხარ მაგდეიდ რომ მაგას რო უყურო რა ფილმზე გამახსენდა ვინც არ იცით ხალხო ნარუტოს მე-6 ფილმი დუბლირებით გააკეთეს სამოყვარულო ჯგუფი არის ერთ-ერთი რივოისი ერთ-ერთი წევრი მეც ვარ და მეც უხმოვანებ ხოლმე რაღაცებს და ნარუტოს ფილმი გააკეთეს დუბლირებით და ნუ ძირითადად დუბლირებას აკეთებენ ანიმეებზე და ანიმაციებზე და ვისაც არ გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო ძალიან კარგი გასწორებს და ზოგადად კაია ნახე ქვეყანაში ეგეთი რაღაცები რო კეთდება რა იმიტომ რომ დუბლირებას აკეთებს მაგალითად სტუდია ხო ჩვენ რა ბრაუ რეკორდს ის ბრაუ რეკორდსი არ აკეთებს მაგას ბრაუ რეკორდსი არის მუსიკალური განახსენ ბრაუ რეკორდსი არის სტუდია მუსიკალური და ეს სადაც დუბლირება კეთდება მაგას კომპანიას ქვია movie dubbing ხო ეს ძალზედ სხვადასხვა კომპანია რა უბრალოდ ერთ შენობაში ვართ
და ასე შემდეგ რა. თორე ისე სხვადასხვა კომპანია რეალურად. ანუ სხვადასხვა საქმეს აკეთებს კომპანია რა. ხო და ну, არის რაღაც გახმოვანებას აკეთებს როგორც რაღაც ტელევიზიებისთვის თუ რაღაც ასე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ну კინოთეატრისთვის როგორც ის უბრალოში კეთდება. ხო, ჩვენთან კეთდება კინოსთვის, მაგრამ ანუ აკეთებს movie dubbing-ი და როგორც რა ვთქვი. ეგ ამბავია მოკლედ და ეხა ბოლოს გავაკეთეთ One Battle After Another. ის თამაშობს დიკაპრიო, პოლ თომას ანდერსონის ფილმი. ვიცი არა. გამოსულია უკვე? კი. ну, შეიძლება დევს კიდევაც ისე კინოში ვარ ეგ ვიცი, კიდევაც. ორჩე პოლ თომას ანდერსონის ფილმი არის, თამაშობს შონ პენი, დიკაპრიო, იმას რა ქვია, ხალხს დამავიწყე. მოკლედ, ძალიან მაგარი ფილმია, აი, ბოლოს რაც გამიკეთებია ბოლო წლებში და რაც მინახავს, საკმაოდ ისეთი ფილმია, როგორიც აი, მუშაობთ თუ რაღაც community სტანდარტებით გატანები არ არის, თან რევოლუციაზეა რა. და ძალიან მაგარი იდეაში, ანუ ემიგრანტების თემაზეა რა. და ტოპულების რაღაცა ბრძოლა თავობასთან და იმასთან რა ქვია მასოვნურ დაჯგუფებას. ოჰო. ძალიან საკაიფოდ არის გაკეთებული მოკლედ რა. საინტერესო ჩანს, ან მე სახელი მომწერე. ჩაუждები უყურებ რაღაცები შენახული მაქვს, ეხა ძველი ფილმები რა. აი ბოლოს რა იყო ეგეთი, რასაც უყურე და თქვი რომ ვაუ. მაგის გარდა. ხო, ეხა გამოსული, ან რა ძველს თუ უყურე, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში კრავთა დუმილი იყო ეგეთი. არა, ბოლოს უყურე სახელი არ მახსოვს ფილმის ალ პაჩინო, ენტონი ჰოპკინსი მონაწილეობენ. სახელი არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მაგარი ფილმი იყო, პროსტა შეფასება დაბალი ქონდა, რატო ვერ ხვდები. ხო, მე ჩემზე რა მოახდინა შტაბით, ხა ბოლოს გამოსულებიდან გეტყვი რა. ბოლოს გამოსულები ზოგადად მე მიუზიკლები მიყვარს. ხო, კაი მიუზიკლები რა, ეს high school მიუზიკლები არა. აი ვონკაზე რა სიტყვა მაგალითად. ვონკა არის ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი. ძალიან ვონკა ჩვენ ჩავწერეთ. შენი ჯექი მოდი. მუსიკაზე არ ვждარ ვარ მე. იმიტომ რომ გავიყავით რა, დიალოგზე ვიჯექი და დიალოგის ნაწილი. ვონკა იყო ძალიან კაი, მუსიკალურად იყო ძალიან მაგარი რა. ანუ ერთ-ერთი საუკეთესო მიუზიკლი, რაც ბოლო ხანებში გამოსულა, მაგრამ ასევე ძალიან კაი იყო მუფასა. მუფასა. მუფასა ძალიან გამისწორდა რა. ბახტაძე და სანდრო იმენა ძალიან տեսლი იყო. ბიჭო ზოგადად ემოციური ისმა ძალიან მაგ სერიებთან ზოგადად მე ფილმზე ვარ გაზრდილი და ბავშვობაში თუ ბავშვობ ტელევიზორში გადავ რუსთავი ორზე ხო ბავშვობაში შევუყურებდი ხოლმე აი ვიჯვავდი იმ სცენაზე სკარი რომ ღერის იმასთან რა ქვია აფთრებს რომ ხო be prepared და აი მაგას რომ ღერის იმენა მაგ სცენაზე მეშინობდა რა მაგრამ აი ზეპირად ვიცი დღემდე რა შეიძლება სცენა მოყვა ეგ მულტფილმი მაგისი ადაპტაცია ყლეობა იყო არც მინახავს პირველი ნაწილი ხო პირველი ადაპტაცია ხო მუფასამ ძალიან გაასწორა კაი იყო რა ეკუთვნოდა მაგ თან მუფასა მე როგორც ვიცი იმის მიხედვით არ იყო მულტფილმის მიხედვით და ცალკე იყო მე როგორც ვიცი ანუ მუფასა იყო იდეაში პრეკველი ანუ მუფასა ნუ ამის პრეკველი მამაზე არის ხო ეგ რა შესაბამისად პირველი ნაწილი სიმბა ხო მულტფილმის მიხედვით გაკეთებული თავიდან ბოლომდე და ეს არ იყო როგორც ვიცი ხო არა ეგ ანუ მულტფილმის მიხედვით არა იმიტომ რომ არ უარსებია მაგ იმას რა ქვია ისტორიას ფილმის სახით რა რომ მუფასა როგორ მიაღწია მაგ თემას რა როგორ გახდა მეფე და ასე შემდეგ თანვე სახელიც ეგეთი აქვს მუფასა მეფე უნდა იყოს იმენა ძალიან ეკუთვნოდა მოკლედ მაგ მულტფილმის და მაგ ნაწარმოების მოყვარულ ხალხს ზოგადად ეგ ისტორია რა რომ მუფასა და ან სკარი როგორ გახდა სკარი რაღაც ანიმირებული სერიალი იყო მაგაზე მახსოვს და რამდენიმე ერთი ისტორია არის თუ რამდენიმე ისტორია სკარმა როგორ მიიღო ეს იარა რა მაგრამ აი მან კაი იყო ძალიან ფილმში ძალიან მაგრათაა ნაჩვენები ხო და ძალიან კაი აი კაკრას მიუზიკლებს შევეხეს ჯოკერზე რა სიტყვი მე ძალიან მომეწონა მე ძალიან მომეწონა აი მუსიკები რო გამოვაკლოთ თვითონ ფილმი ძალიან მომეწონა ეს რასაც გადმოსცემდა და კი კაი ხო იმიტომ რომ ჩვენ რო მე ვიმუშავე მაგალითად აუბლირებაზე რა ხო რო გამოვედი პრემიერაზე ვიყავი ჯოკერის პრემიერაზე რო გამოვედი იორეკი გამეჩითა ეგრევე ხო იორეკი მაგრამ ვიმუშავეთ მაგ ფილმზე სხვათა შორის ძალიან მსახიობი მაც მაგრამ იმუშავეს და ჩვენც მაგრამ ვიმუშავთ იმას შევაკვდით მაგრამ მუსიკის ეპიზოდები რა ხნა მომანდებოდა და რაღაცა იყიდებოდა არც მიყურებია რა მუსიკის იქით რაც უყურე კარგი იყო ანუ რა თემა იცი ყველამ კარგად ვიცი რომ
ხოაკინ ფენიქსი მაგრამ თამაშობს და ის სახეობები ვინც იყვნენ, კარგად თამაშობენ და ეგ გასაგებია. აი ეს ლეიდი გაგამაც დაანგამისტორდა რა. მე ვაშე პლოტ twist-ი დამევასწავ, ვისაც არ გაქვთ ნანახი სპოილერი იქნება. სხვა რო იჩითება ჯოკერი ვაფშე, ნამდვილი ჯოკერი რო სხვა არის, ეგ პლოტ twist-ი მაგრამ გამისტორდა მე. ხო. კი ბატონო. ხო და ბიჭო ეგ არის რა მუსიკები ძალიან ყლეობა, ძალიან რო გამიუზიკლეს არ გამისტორდა რა. დათი მეყვა რომ სხვა მოლოდინით მიდიოდი კინოში, რომ რო ვაედიტები და რაღაცა და ჩაწერის დროსაც ძალიან გაგუსწორდა რა მუშაობა და ეს ამ მაგალითად კინოში რო წავედი, იმენა სრული ყლეობა იყო. პირველი ნაწილი ბევრად ჯო. ბევრად თან როგორც წესი ეგრეა ხოლმე ყოველთვის. შენ შემთხვევაში, მაგრამ მაგრამ არის Dark Knight-ი არის მაგალითად ყველა ნაწილი, სამივე ნაწილი იდეალურია. ძალიან მაგარია. Galactic-ის ბრძოლებიც ეგეთია. მესამე ნაწილზე რამდენი ვიტირი უყურე უეჭველი. ეგეც უეჭველი საყურებელია. ხო, არა, ზოგადად Marvel-ი ძალიან მიყვარს. DC არასდროს არ მიყვარდა, არასდროს არ მიყვარდა DC, მაგრამ Marvel-ი კი მიყვარს, მაგრამ ბიჭო, იმენი ფილმი გამოუშვეს, რომ იმოწონე. აი, კინის კაც უყურე თავის დროს რო გამოვიდა სამივეს. გარშე კინის კაცმა მოკოქა ვაფშე ეს სიგურა. პირველი ხო ეს. ძალიან დაბალ ბიუჯეტიანი იყო თან როგორც ვიცი კინის კაცი. კინის კაცი, ორი, კაპიტანი ამერიკა, ლიკვიდო მე გამოვიდა გვიან. გამოვიდა 2019-ში თუ სადღაც ეგრე. მე გამოვიდა ლიკვიდო. ჰალკზე არც არის ფილმი. ჰალკზე არის? არა. ორი ფილმია. კი ბატონო. ორი ფილმის ძველები, მაგრამ ის თამაშობს. არ მარკ რუფალოსი არა, ხო. რუფალოსი არა. მაგას ვიძახენ, მაგალითად არის ფილმი. სპაიდერმენები იყო, რომ ვერა ეს ბოლო სამი. ბოლო მესამე ნაწილი? მესამე ნაწილი ახლა იყო იმ პონჩი რომ ემოციურად ენდრიუ გარფილდი რაღაცა ეს. ზოგადად მულტივერსის პონტი არსებობს თან ყოველთვის. სპაიდერმენი კარგი რაც გამოვიდა ბოლოს არის Across the Spider-Verse. ტრეგ ენდრიუ გარფილდის მირჩევნია მე მაინც ყველას. მეორე ნაწილზე იმდენი ვიტირე დღემდე რომ უყურებ ხოლმე სულტირი იმენა. ტობი მაგუაირის ხო? აქედან რო გამოდის იმენა დანადგარების გარეშე. ტობი მაგუაირის კაია ძა. ნუ ორივე მომწონს, მაგრამ ტობი მაგუაირის მირჩევნია, იმიტომ რომ იქ მსახიობების ან მაგრამ ნუ ხარცის ქარიც უდემ მსახიობები, მაგრამ ნუ ჯეიმს ფრანკოა ეხა ტობი მაგუაირის სპაიდერმენში და ეგ ისეთი მაგარი მსახიობია რომ ფრანკო არის, მაგრამ ჯეიმს ფრანკო რა მოსატანია, როცა თამაშობს ვილემ დეფო ან ხო. ტიპმა ანუ ეხლა რა უყურო შეხედავ და იყო რაყლეობა, მაგრამ ეგ ფილმიც კი მაგრაა რა. მანდაც კი მაგარია უნდა. ხო და მაგას რაღაც ფილმი მაქვს ვილიამ დეფოს ნანახი, რო ჩაიკეტება. რაღაც მდიდრ სახლში გაქვს ნანახი. არა. ეგეც ძალიან მაგარი ფილმი იყო. რაღაც მაგის ეპიზოდები ისე. ეგეც ძალიან მაგარი იყო, ძალიან მომეწონა. ბიჭო, ძალიან კინოკრიტიკოსი ვარ, მაგრამ ბევრი ფილმი რაც არის, ბევრი მომწონს. აი ეს ახლები რაღაცეები მოსაშორებელია პირდაპირ ვიტყვი, მაგრამ ბევრი ძველი რაც არის, თან ლეგენდა მსახიობები თუ მონაწილეობენ, მაგ შემთხვევაში ძალიან კაია. ახლებს ზოგადად კინოსამყაროს დაინტერესდა ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ კომუნისტის სტანდარტებზე გადავიდა, რომ უეჭველი ერთი ლესბი, ერთი გეი, ერთი ის, არის იმაზე გათვლილი, რომ ვიღაცა ვინც უმცირესობაშია სიტყვაზე. ისინი და აღარ იქნება პერსონაჟები. მაგიტო გახდა კინოყლეობა რა. ახლა ყველაფერზე გადაობა უკვე ისა დისკრიმინაცია. სკოლაზე რა ქვია, რა ქვია ჩემს. რა ქვია ბიჭო, ელთლი ფინებს მაგრეჯისორს რა ქვია. ვიზიამ ფაზე ვერნუში რო გადაიყო. აუ, მოიწერა ქვია მაგას. ბოლო იქ მაგანახი მაგის. ბიჭო, კვენტინ ტარანტინო. ხო. ტარანტინო. ტარანტინო. ყველაფერზე გადაუდა გეიბზეც, იმაზეც, ან ის რა ქვია, Pulp Fiction-ი, პროსტორად. ბევრი ფილმი აქვს მაგას კარგი და ეგ მოკვდან პერსონაჟები აღარ იქნებიან რა, ძალიან ცუდია. ის მიმი დღემდე ის არის ტრაულტასი არის იქით რომ. ხო. ისე ვთქვას, გადაკიდებული ჯაკეტი. ხო და პერსონაჟები რო აღარ იქნება, მაგრამ მოკლა იდეაში კინო რომ მაგაზე აღარ არის ორიენტირებული რა. Dark Knight-ის ძალიან მაგარი იყო. ტრილოგიის სამივე ნაწილი. გინდა ჰავიდენტის პერსონაჟი გინდა იმ დეტექტივის კი რა ქვია იმას იმჩნევთ. მე თვითონ პერსონაჟს ახლა არ მახსოვს, მაგრამ პატრული პოლიციელი მიცარი რა. გარი ოლდმანი, ხო? გარი ოლდმანი თამაშობს როგორც მე. გარი ოლდმანი მე მგონი თამაშობს, მაგრამ პერსონაჟს აქვე არ მახსოვს.
Christian Bale ხომარია ძალიან იქ მოვიწყო სახელი. ეგრე არის ხოლმე მე ჩაწერებზე ყველაფერი დაგავიწყდება. ჯოკერის როლს ასრულებს ჰით ლეჯერი. ჰით ლეჯერი ხო ანუ კასტი ძალიან მაგარი, პახული პერსონაჟები ძალიან მაგარი, მე გქნის რეალურად რა, მაშინ რა აზრი აქვს, ანუ ყველა ერთი თუ რა ჩემს მინდა ეგეთი კინოს ყურება რა, მაშინ წავედა გარეთ გავალ და დავებაზრები ვიღაცას რა. უნდა რაღაცნაირად შემithრიოს მაგათმა რა. ეხლა ნახე ბოლოს ხოშროს Fantastic Four. არ მინახავს. არ ვაპირებ ყურებას. არა, უყურე. ღირს. ბიჭო ეხლა ეს ღირს და ურად ედის მკვლელი. აი ეგეთი არის ყანო. პედრო პასკალი თამაშობს ხოლმე. აუ, მაგ სახეობა ძალიან ტვინი წაიღო იმ. მაგან მაგრა გაყიდას. იმიტომ რომ კლევდება ნახევარი საქალეთი მაგრა და რაღაცა. სუპერმენზე რა სიტყვი ახალზე? არ მინახავს. არ მინახავს, არც მე არ მინახავს, არ მაქნა ნახე. როგორც ვიცი არ იყო ცუდი. ჩემი მეგობრები იყვნენ წასვლები, მე ვერ მოვახერხე და ძალიან ყლეობა იყო იმე ყველა აჯობდა ვაფშე. მე მგონი სუპერმენებში ყველაზე კაია რა, მე ვიცი რაც მომისმენია. ხო, DC არ არის ჩემი რა. უფრო მარველი ხო? ასებოდა ფლეში თავიდან. ნუ სერიალი და ეგეც კი. ეგეც გააყლევეს. რა საშინელი CGI ქონდა ბიჭო ფლეშს. ბოლოს? ხო, კინოს. კინოს? კინოს იმენა. მაგათ ზოგადად ბიუჯეტი არასდროს არ აქვს. არა, თუ რა ვიცი სპეციალურად აკეთებენ ეგეთ ყლევებას არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი არ აქვს ბიუჯეტი. სერიალიც მეხუთე სეზონის მეხუთე იყო ყველაზე ნორმალური, ასე ვთქვათ და მე კრიზისი და ისინი ხო, აი უკვე მანდ გაყო. ხო. ეს მეხუთეც უკვე ნორა გაიჩიტება ეგ. ნუ ეგ ნორმალური იყო შედარებით, მაგრამ მე უკვე პირველი 2-3 სეზონი ძალიან კაი. უფ, სავიტარი ზუმი ფლეში საწინააღმდეგო. ძალიან კაი იყო რა. ასევე ძალიან მაგარი იყო ის არის, მაგრამ მაგასაც დედა მოუყნეს. კი. თვითონ სახეობიც ძალიან მაგარია მათ. ხო. ოლივერ კვინს თამაშობს. უფრო რეალისტური იყო რა. და მაგან წაიღო რა, ანუ მე ვიღაცა ის გახადეს, რა ქვია. რა ქვია მაგას? სული რო გახადეს, მე რო დააბრუნეს ფლეშში. ის არის დააბრუნეს ფლეშში. ხუდარი ხო იყო და ხო, ხო, ბაზარია რა, ხო. რაღაცა სულად გაიჩიტა თუ კარჩი არ მახსოვს რა ქვია მაგას. ხო, რაღაცა ყლეობა მოხდა, მაგრამ იქ წაიყვანეს მე მგონი იმასთან. რა ქვია მაგის? ბეტმენი გაწნა. რა ქვია მაგის? ალფრედი? არა, ალფრედი მაგის მსახური იყო. ბეტმენი რო Dark Knight-ში. ხო. ტრაქში რა მოხდება პირველივე ფილმში. ხო, რა ქვია? სახელი ხო, ნუ რას ქვია? მაგას მიუყვან მე მოთას მაგას გააცოცხლენა. წყარო აქვს თუ რაღაცა განაჩერა ეგ. ხო, ეგენი ყლეობებია მოკლედ შეიაცრით რა. და ბოლოს ასუყურე ისიც რო ძალიან გამოსულა ეს ვამბათლავ ტრენაზე. ძალიან კაი იყო ეგ ბოლოს გამოსვლები და მუფასაც კაი იყო, გონკას ძალიან კაი იყო. და იცი ამას უბრალოდ რამდენი ხანია გასული? 47 წუთი. ადაო, კაი დონატელას. ხო და აი ასუყურე ხო რიხსენ ეგეც რო ძალიან გამოსწორდა რა. ლილო და სტიჩმა გაასწორა ძალიან. მათ ბეცვახმოვანებდი. ერთ-ერთი ხო, შენ იყავი ხო ხმის იმაზე. შენ და მე და საბა ვიყავით და ბოლოს ჩავწერე პარასკევს იესოს სერიალი. პილატეს ვახმოვანებდი ხო? ხო, მეც უნდა ჩავწერო ეგრევე ამ კემით ჩავწერე. რაღაცას ვახმოვანებდი რა. კაცი რო გაქვია და ხო ეხა კაცები ჩავწერებს და იმის შედი ჩაწერე. აი ის ყლე არის გასახმოვანებელი და იმის შედი გაახო. ეგეთ პოზიციაში. ახ ეგრე ვარ ხოლმე აქეთ დუბლირებაზეც მეც სამოყვარულო დუბლირებას რო აკეთებ სუ იმებს მახმოვანებინებენ იმენა გამვლელ პერსონაჟები კაი არა მოდი ჩაწერე ჩავწერე ეგეთ პერსონაჟები და სტუდიური პროექტი იყო ერთი ხა დაითრიეს სტუდია და ყველა სტუდიაში ჩაწერა მე ჩავწერე სახში ჩამოწერინეს იმენა მაგრამ სამაგირო პრაქტიკა ჭირდება მაგ თემას რა ეხლა სახიობები კიდე პრაქტიკის არიან ძველი მსახიობები ძველში გულისხმობ ახლა ვინც ძველი სკოლა გაიარა თეატრალურის დავით ხეშიტაიშვილი მაგალითად ხო ვეში და მაგარია ძალიან მაგრამ ჩვენ არ გულისხმობ იყო მახსოვს რაღაცეებზე ადრე ხო ეხლა დოქტორ სტრეინჯს ახმოვანებდა მახსოვს ბავშვი კამბერბეჩს უხდება ძალიან ჯანგო ხო ძალიან უხდება ასევე ვილემ დეფოს აკვდება იმენა ბოლოს გავაკეთებთ ვილემ დეფოსაც იყო ნოსფერატუში ისე მაგრამ მოხდა ჯანგოს ხმა იმენა და მულტფილმებს აკეთებს ძალიან მაგრამ აი დედას უთონავს იმ ჯანგო ძალიან მაგრამ
ბავშვი ძალიან მაგარი მსახიობები ყავს, просто ანაზღაურება არის შესაბამისი ეგ არის კლებობა, თორე მსახიობებში ანუ ისე არ არის. აი წინასწომარსაც ვკითხე ეგ мотивациიდან мотивირებული რო ხარ დისციპლინამდე როგორ უნდა გადაზარდო ის რაც გიყვარს. წინასწომარმა ანაზღაურება უმითხრა. დისციპლინამდე? ბიჭო, ვინ იყო წინასწომარი? ერთ-ერთი მოყვარული გამხმოვანებელი. ანაზღაურება შემიძლია დისციპლინისთვის არ არის საჭირო. დისციპლინამდე რო გადაზარდო ბიჭო, მაგას ანაზღაურება არ ჭირდება რა ვიცი, ხო, უბრალოდ დისციპლინა უნდა ქონდეს შინაგანიც რა, ანუ პროფესიაში ან მარტო პროფესიაში ვერ იქნება, ანუ დისციპლინა, ზოგადად ცხოვრებაში უნდა ქონდეს რაღაც დისციპლინა რა. ხო და ეგეთი თუ ჩამოგიყალიბდა, მაგარია ძალიან. უნდა იმუშაო მაგაზე, ანაზღაურება არ უშურის მაგას რა. რაღაცა, ну დაუცეს შენ თავს რაღაცები მოკლედ რა, რაღაცა შრომის მოყარება უნდა იყო უბრალოდ რა და დისციპლინა ჩამოგიყალიბდება თავისთავად. ну და თან ორგანიზებულის უნდა იყო რა, ერთ-ერთი მაგარი ეგ არის ასე. იმიტომ რომ ხმის ინჟინერიაში სიგნალს ახლა ამ პროექტს რო ვაკეთებ, სანამ ჩემთვის დემო ვერსია მაქვს, იქ შეიძლება კიდეც იხდებოდეს, მაგრამ ეგეც აღარ მაქვს ხარ, არ არსებობს სახელი რო არ დავარქვა, იმიტომ რომ რავი, ხა შეიძლება კოლაბორაცია უცებ რაღაცა მოხდეს და იგი თქვას რომ აი ესეც გვინდა რომ ეს თუ ჩაერთოს პროექტში მაგალითად და ან შეიძლება მე ვერ ვასწრებ დამიქროს და ის მეუნება რომ კაი მე სხვას დავიქრევ და იმან დამიქროს რა. ანუ პროექტის ისეთ მდგომარეობაში უნდა გქონდეს რომ ვიღაცა გახსნის აი რომ მე მაყალემ გააკეთა ხო ეგ არ თქოს ხდებიან ორგანიზება საჭიროა და ეგეც ჩამოგიყალიბდება ნელა უნდა დააძალოს შენ თავს რაღაც ეტაპზე რომ აი ხა ამას უნდა დაგეწეროს მაგის კეთება რა. კამიში მიწიაოს ამასობაში 50 წუთია გასული გადავიდეთ მოდი ბოლოსკენ უკვე. მაქვს ესეთი რუბრიკა ბოლოში, სტუმარი რომ მოდის, ახალდამატებული რუბრიკა თან სტუმარი რომ მოდის, შეგვიძლია მკითხოს რას უნდა. მკითხოს რას უნდა? თუ გაქვს რამე კითხვა გამოუშვი და ამით მორჩეთ. ბაზარი არა. მაშინ მას კითხვა. ხმის ინჟინერია უფრო მოგწონს თუ გახმოვანება? გახმოვანება. აბა რა დოსწავლო ხმის ინჟინერიას. რო გწერდი გახსოვს, მან რო ვაბარებდი ხმის ინჟინერიაზე. შენ გწერდი და სამოტივაციო წერილზე მაგიტო მოგწერე რომ იმას ხო არ დავწერდი რომ სამსახიობოზე რო ვერ ჩავალვარე, მაგიტო ვაბარე ფაქტ ხოდა. სამსახიობოზე ტურებზე დამიწუნეს, ნუ ვერ ვიმღერე. ლეგამეპარა ერთ მეტყველებაში რო არ დამართნია დიდი ხანია გამეპარა მაგაზეც დამიწუნეს და ნუ წავედი ხმის რეჟისურაზე და ეხა აქ ვიქნები, ძალიან დამაინტერესა ამანაც და ვისწავლი 4 წელი. მე გადავალ სამსახიობოზე. გასაგები. ხო, აი დისციპლინა არის მაგალითად ეგ ხა იმ რო აღარ გაქვს. დისციპლინის დამსახურებაა და იმის რო შენ გინდოდა რომ ეგ გადაკეთდეს სხვაზე რა. და მსახიობში რა არის? თან გახმოვანების მსახიობში, როცა ხმით თამაშობ და არანაირი შეფასების გაკეთება არ შეგიძლია ხმით რა სახით. ანუ მეტყველება უნდა ქონდეს იდეალური პირველ რიგში რა. არ უნდა ყლაპავდებ გერებს რაღაცა ხა მე ეგეთი კარგული არ ვარ მაგაში მაგრამ რაღაც დოზით მესმის იქიდან გამომდინარე რომ დუბლირებაზე მუშაობ რა. და გახმოვანება ეგ აქვს მუღამი რომ ნამდვილი უნდა იყოს აი თავიდან აი ყველაფერს უნდა გრძნობდე ვაფშე რა. ცოტა ფსიქოლოგიური ამბავიცაა თან გახმოვანებაში. ნუ გახმოვანებაში ან კინოში ეგრეა რომ უნდა გრძნობდე თავიდან ბოლომდე პერსონაჟს, მაგრამ გახმოვანებაში კიდევ უფრო ვაფშე სხვა სპეციფიკა არის. იმიტომ რომ აი კიდევ ერთხელ გამეორდები შეფასებას ვერ გააპროვებ შეფასებით. ცუდად ნათამაშებს ან ცუდად ნათქვამს. შეიძლება სახეზე ქონდეს ისეთი მიმიკა რომ ვაუ მაგარი მოიფიქრა რა და ვაფშე არ ჩანდეს გაპრავებულად. მაგრამ ხო რა ვერაფერს ვერ გააპრავებ მან და ყველა ვარიანტში მაგარი უნდა იყოს რომ თუ გინდა რომ ანუ თან ის როგორ თემა არის იცი რომ ტემბრს გააჩნია რა შეიძლება შეგიძლოს ტექნიკურად თავარი როლის ანუ სიტყვაზე არ არის რაღაც აბეზალო უკა რომ თუ მაგარი მსახიობი ხარ უეჭვენ თავარი როლი უნდა გაახმოვანო. შეიძლება არ ემთხვევი ტემბრალურად და არ უხდება შენი ხმა რა. როცა დუბლირებაზე მიდის ბაზარი. ნუ ვოისოვერს ეგრეა რაც უხდება, ნუ თუ ლოკაციანი ვოისოვერია უხდება არ უხდება წელი მაგრამ ეგეთი პონტია მოკლედ რა რომ შეიძლება ძალიან მაგარი ხარ მსახიობი იყო და დედას უწყნავდა ყველას მაგრამ შეხედავ და ის რაღაც ძალიან ბუხია და შენ სიტყვაზე ძალიან წვრილი ხარ ამ პირიქით. ამიტომ ეგ ესე მნიშვნელოვანია რა, ნუ არ არის დამოკიდებული შენი ან რა როლს ჩაწერ შენი პროფესიონალიზმი მაგაზე არ მეტყველებს მოკლედ რა. თავარი როლიც და ვიღაცა გამავალი როლიც იგივე პროფესიონალიზმს უნდა ჩაწერო, რასაც თავარი როგორც თავარი როლს ჩაწერდი რა. ხო, ეგ დუბლირება დაიგო და კი. დუბლირება იმენა ის არის. დამღლელიც თან მაგარი. დამღლელი არის კი ძალიან
იმე გამოფიტული და რაღაც. სახიობისთვის პირველად დამღლილი იყო. ხო, გახმოვანების სახიობისთვის ვამბობ. ხო. მაგრამ სახიოს კიდე იქ მოვა 3 საათი, მე აღაინაზღაურებს იმას, ბიზნესინი და რეჟისორი როზის ერთი კვირა ფილმზე. ის ბიზნესი მე როგორ აპარატურას გაძლევს ფილმს რო ჩახდა, აღარ მიყურება რა. დაზეპირებული როგორ გქონდავსო, აღარ მინდა შემეშვით ეგრე რო ხარ. ეგეთ პონტია მოკლედ. დავი კიდე თუ გაკითხვა რა გამოვში. კითხო. რატო ანიმე? ბიჭო, აი ძალიან მევასება. მაგარი თვითონ როგორც გამოიყურება ნახატი სტილიც და სათქმელიც. სათქმელიც, ოკეი. აი ნარუტოში არის კი ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე ბევრ პოდკასტში ნარუტოზე მაქვს ნასაუბრები, მაგრამ სათქმელი არის იქ, რომ მიზანდასახული არის ეს თვითონ ნარუტო და ბავშვობიდან დაეჩახა მიზანი, რომ უნდა გავხდეს სოფლის უფროსიო და გახდა. კიდე მეგობრების სიყვარული და რაღაცა მეგობრობა, მიზანდასახულობა და ძალიან ბევრი რაღაც არის ნარუტოში. ეს შეიძლება არ ჩანდეს, შეიძლება კი არც ჩანს, მაგრამ ძალიან საკაიფო არის. აი ხა გეტყვი გამახსენდა ანიმაციაზე გამახსენდა კაკრას, აი ანიმაციათან სერიალი, რომელზეც იმინა გამოყლევდი კიდევ კაი. იმინსო. ოუ, ეგ ძალიან მაგარი იყო. ოღონდ ქართულად არ უყურე რა. აი ქართულად სანდრო ახმოვანებდა აჭარნი ეს პირველ სეზონს. არ ვიცი, არ მინახავს. ქართულად არ ეგ იყო ძალიან მაგარი. ეხა მე 4 სეზონი გამოდის და ვეგვდები გიჩი, ვიცი მე. მესამე არ მაქვს ნახი და უნდა ჩავუძე. ძალიან ბევრი რაღაცა მაქვს ანახავი. აი ბინა კასტი ძალიან მაგრები არიან. JK Simmons თამაშობს იქ მამას და ძალიან მაგრად აკეთებს. ზოგადად რთულია, ეგეთი ფანტასტიკა, გააკეთო ბრუტალური და რაღაცა ის აი ანიმაცია ძალიან მაგარია თვითონ. ახლა არ არის, ანუ ბავშვს ვერ აყურებინებ მაგას რა. იმენ კომიქსს მიყვება თან როგორც კომიქსს მიყვება, საკაიფო და ძალიან მაგარი იყო იმენა, მაგითი ძალიან მიკაიფე მაგ სერიალით იმენა. ძალიან кайფი, короче. უყურეთ ხალხო აუცილებლად სანახავი იმენა. კი, ჩემიც ჩემაც იქნება რომ უჩვენე უყუროთ რა. იმენა ვიღაცას ის ვეგონებ. ყვაზი მოდი. просто ის კამერაზე ვარ, რომ შემომხედოთ როგორ ზივარ. კაი, ნუ კითხვა თუ აღარ არის, გავიდეთ, უკვე დავამთავროთ. შეგვიძლია რომ დავამთავროთ ჩემი აზრითაც. ოკეი, ეგ იყო და ეგ ჩემო მეგობრებო, ხაზზე იყო პოდკასტი FM8, 1 საათიანი ეპიზოდი გამოვიდა. მადლობა თუ ვინმე ბოლომდე უყურეთ და დარწმუნებული ვარ ხართ ეგეთი ხალხი რომ ბოლომდე უყურებდით. ძალიან დიდი მადლობა პოდკასტში შეგეჭრებით, ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ, ნიშნულოვანია. არქი უნდა გამოიწერონ აუცილებლად და 3000 გამომწერზე იქნება სპეციალი და დაელოდეთ 3000 მზად რო იყოს რაღაცას ვახმოვანებ და მზად რო იყოს ბევრი პროფესიონალებიც მე აი ბახტაძეც ციკოც მეხმარება და აი მზად რო იყოს სანამ 3000-ზე არ დავდებ 3000 გამომწერზე დაიდება ხალხო ძალიან მაგარი რაღაც და დაელოდეთ 3000 გამომწერზე მე სკამზე დამსვავ ეგ იყო და ეგ რა გემშვიდობებით მომდევნო პოდკასტამდე დროებით